გამარჯობა ჯუძურფასო გამომწერებო დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ტესტი თამბაქოსი რომელიც ერთ-ერთ კლასიკად ითვლება საერთოდ აი ვირჯინია ვინც იცის golden virginia კლასიკური ეს არის აუცილებლობა და გარდაუვალი აუცილებლობაც შევხის მოწევაში. უბრალოდ მე როგორც თქვი, მწეველები იყოფიან აი როგორც მანქანის მოყვარულები ხო არიან, მაგალითად BMW, Mercedes-ი, Porsche, Reali, Barça. აი ასე არის ვიღაცები ფანატი არიან Virginia-ის, ვიღაცები ფანატები არიან Berlis, ვიღაცები Latakia-ის. აი სამი ძირითადი მიმართულება არის. უფრო მაინც Virginia და Berli. რა თქმა უნდა არის სუფთა ეს ნაზავები არის აი ამ ნაზავებზე დამზადებული მაგალითად აი არის სუფთა ვირჯინია მაგრამ არის ვირჯინიის ბაზა აი ძირითადად წამყვანილო ვირჯინია პერლია გარეული კევენდიშია გარეული არომატიკებია გარეული სხვადასხვა ორიენტალების სახით და ესე ათასნაირი ნაზავი გეტდება ამ შემთხვევაში სუფთა ვირჯინიის ტესტ შემოგთავაზებ თან ისეთ რომელი კატეგორიის ჩვენთან რო იშოვება, ანუ ქართულ მაღაზიებში რო იყიდება და შემოაქვთ. ეს არის ამფორა ესეთი წარმოებელი არის თამბაქოს ინდუსტრიაში საკმაოდ ცნობილი და აი ამფორას ვირჯინია არის. სუფთა კლასიკური ვირჯინია, აი ქართული წარწერით, რომ და ქართული აქციზური მარკით, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ოფიციალურად იყიდება ფაქტიურად ყველა თამბაქოს ჯიხურში არის და იყიდება. მე ამიტომ ვიყიდე და გავსინჯე. მე ვთქვი რომ რა თქმა უნდა მე ვარ ისეთი მწეველი რომ აი ყველა ტიპის თამბაქოს ვეწევი, რაღაცის უფრო მომწონს, რაღაცა უფრო ნაკლებად და ის ვირჯინია ჩემთვის სუფთა ვირჯინია ნაკლებად როგორ ახლა. ანუ ბერლი უფრო წინა პლანზე არის. და ამიტომ შეიძლება სუბიექტური ვიქნები ამ ტესტში და ნახოთ როგორია რა არის. ხო, აი ახლა ეს ცარიელი არის. გაჩვენეთ, მაგრამ ეს ცარიელი აქვს ისეთ, იმიტომ რომ ეს შევიძინე ფაქტიურად 8-9 თვის წინ და რამოდენიმე თვე რო გავიდა მივხვდი რომ აუცილებლად უნდა გადამეტანა უკვე ჰერმეტიულ რაიმე შეხვედრაში, იმიტომ რომ საერთოდ ვირჯინია და ამბობენ რომ აი ეს ამფორას წარმოებული ვირჯინია ცოტა აი ესეთი როგორ გითხრათ აი მსუყე და ცხიმიანია თითქოს აი სხვასთან შედარებით არ არის ანუ ისეთი მშრალი მაგრამ მე არ მომეჩვენა აი ასეთად არ ვიცი ახლა დიდხანს ინახებოდა ჩვენთან დახლებზე მისი შენახვის წესი არის დარღვეული თუ რაღაცა არ მომეჩვენა აი ესეთი ძალიან ნოტიო და აი ესეთი ცხიმიანად აი საკმაოდ მშრალიც კი იყო თითქოს ჩემთვის და შემდეგ რამოდენიმე თვის მერე ისეთში გაჩერების შემდეგ კიდევ უფრო ამოშრა და ამიტომ გადავიტანე აი ესეთ ჰერმეტიულ კილაში შემდეგ აი ესეთი შაიბებია სპეციალური რომელიც უფრო ანოტიოებს და კლარო არ გამომშრალი იყო იმიტომ რომ ძალიან რო გამოშრება მე რაც არ უნდა დაანოტიოთ ის დაკარგავს თავის გემოვნთვისებს ამიტომ არ უნდა გამოგიშრეთ აი ესეთი შაიბაც დავამატე რამოდენიმე კვირით და შევეცადე რომ აი მისი სინოტივე შევინარჩუნებენ ახლა კითხვით როგორია აი როდესაც გავხსნით აი ნახეთ შავ ჩაის ჩამოგავს და არის აი მოგურძო იცით როგორი ნაჭრებია აი ნახეთ აი თითქოს ქჩებაში დავეჭდილება რომ იყო ფლეიკი და აი თითქოს დაშლილი ფლეიკი აი თითქოს ფლეიკი დაშალის ესე დიდ ფრაქციებად არის და მოდის აი რო გახსნით ფანტასტიკური არომატი თამბაქოსი და ციტრუსების აი თითქოს თხილიც რაღაც მშრალი სურნელოვანი თივა აი შემოდგომის სოფლის სურნელი რო არის რა და ეს ციტრუსის არომატი დაყვება. ანუ რისი თქმა მინდა, რომ გახსნით და რომ დაყნოსავთ, არის ფანტასტიკური და აი გაქვთ ის მოლოდინები, რომ აი ეს იქნება ზღაპრული და უდაო მოწევის დროს. მოვწევ თქვენთან ერთად
და იქ მოგახსენებთ. რადგანაც გითხარით, რომ ცოტა ცხიმიანია და აი ესეთი მსუყეა. ზოგადად ვირჯინიას ისედაც ახასიათებს ცხლად წვა. ვიდრე ბერლის. ბერლი უფრო გრილად იწვის მაგალითად. და ბერლის ბოლი უფრო გრილია. ვირჯინიასი ყოველთვის რამოდენიმე საფეხურით უფრო მაღალია ტემპერატურა მისი წვის. აქედან გამომდინარე არის აი ეს უსიამოვნო მომენტი, რომელიც ახლავს ჭიბუხის წევას ბევრისთვის, აი ეს ენის წვა, ეს არომატიკებს ახასიათებს და ბევრ ვირჯინიებს ახასიათებს. აი ნახოთ აქ როგორი იქნება. მე ვიცი როგორი არის და მე უკვე ეს მოწეული მაქვს არაერთჯერ, მაგრამ რადგანაც ეს ახლა ტესტი არის, არ დავასპოილერებ, წინასწარ არ გეტყვით არაფერს და მოწევასთან ერთად აი იქ გავაკეთებ ამის შეფასებებს. ეხლა ფაქტიურად გამოდის, რომ ორივე ტესტი გვაქვს, ანუ ორი ტესტი გვაქვს. ჭიბუხისაც და თამბაქოსაც. თამბაქოზე რა უნდა ითქვას, ეხლა კლასიკური ვირჯინია. ეს ვირჯინიის ეს თივის და თხილის აი ესეთი გემოები. სხვა ნაზავებთან შედარებით ცხლად იწვის. ამიტომ ცოტა ფრთხილად უნდა იყოთ. ამასთან მე რო იტყვიან რაღაც აი ცხიმიანია თითქოს ნაზავიც და აი წვაც აი ესე ცხლად მიდის. სხვა ჭიბუხებში მაქვს გასინჯული და სხვათა შორის ეს ვირჯინია ამფორასგან რო გითხრათ ძალიან არ მომეწონა, აი 10-დან 4-ს დაუწერდი. სიმაგრე საშუალო აქვს, მაგრამ აი ეს რაღაცა ცხლად იწვის და მე საერთოდ აღვნიშნე, მე მგონი რაღაცა ჩემი ვირჯინიასთან მეგობრობა უფრო ვერ დგება, უფრო ბერლისკენ მიხლები. შეიძლება ეს ინდივიდუალურია ჩემი, შეიძლება რამე ფიზიოლოგიურია. ამბობენ რომ ვირჯინია ბევრს წვავს ენაზე, ვაი თითქოს მართლა მწვავს. ენაზე იკბინება, მაგრამ პეტერსონის ვირჯინიებთან აი ესეთი რაღაცა არ მაქვს. შეიძლება ცხლად რო იწვის და აი ზედმეტი სიცხელე აქვს, ზედმეტი ტემპერატურა აქვს, ამის ბრალიც არის. ჭიბუხი, თქონდა ხეს პირველი მოწევა არის და ჯერ გამოუწვავია და ეს არ მოგცემს იმ ეფექტს. ჭიბუხზე შეიძლება ნაადრევი არის ლაპარაკი, მაგრამ ეს პირველი რაღაც საწყისი ნოტები რაც აქვს, ამ ჭიბუხს მომეწონა. რაღაც სიტკბოს აძლევს თავისებურს ვირჯინიას. ჯამი თქობა კარგი ზომის არის, ზედმეტად არ ცხელდება მიუხედავად იმისა, რომ აი ეს იგივე ეს თამბაქო მაგალითად სავინემის ბინგს ფეივორიტში ძალიან გამიცხელდა. აქ ისე არ ცხელდება. ან ამ ნაზავის მოწევაზე რაღაც გამოცდილება მომემატა შეიძლება, ვერ გეტყვით. მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს ვირჯინია, ამფორას ვირჯინია, აი ამ ჭიბუხში უფრო სასიამოვნო იქნება, მეტად ეს ახლა ეს გამომწვარი რო იყოს, უკვე დარწმუნებული ვარ, ბევრად უკეთესი იქნებოდა. ნახოთ. შემდეგ გავთიშავე ხა მოვწევ და დაგიბრუნდებით. აი მეორე ნაწილში თამბაქო უფრო გემრიელი გახდა, ეს ციტრუსის
ნოტები უფრო წამოვიდა. თავიდან არ იყო. ბევრად უფრო გემრიელია ეხლა. ვიდრე თავიდან. ეს უთა ვირჯინია არ არის არომატიკი, მაგრამ ეს არომატები წამოვიდა, რითაც ვირჯინია ცნობილია. და კარგია, მაგრამ ჩემთვის მაინც ვერ რაღაცნაირად მაინც ცოტა უკმაყოფილოა რა. აი 4-ზე მეც მაინც ვერ მივცე მათიდან. ნუ შეიძლება ახლა 5 ქულა მივცე. ეს ერთი იმისთვის დავუმატო რომ საქართველოში იყიდება. და ამ ფურო თითქოს კარგი მწარმოებელია და კარგია. არ ვიცი შეიძლება ეს ჩემი ვირჯინიისადმი ვიმეორებ ინდივიდუალური დამოკიდებულებაა, მაგრამ აი სხვა ვირჯინიებს უფრო მაღლა დავაყენებ, რაც რომ მიწევია, მაგრამ ბერლის უბრალო საათი აქვს ნაზავებთან, იგივე როგორც არის სერ ვოლტერი, ჩემი გაგებით ეს თამბაქო ვერ მივა. ვთქვით, ის თამბაქო ორჯერ ამაზე იაფილებს. ვისაც ვირჯინია გიყვართ, მოგეწონება, ცუდი არ არის. უბრალოდ სამწუხაროდ მე მეცველოდ ჩიბუხი მომეწონა და გამოიწვია ბევრად უფრო კარგი იქნება და მეორე ისური და ამერიკული ბერლისთვის მონ იდეალური გახდება. ახოთ იცით თითქოს ვიზუალურადაც გონი გამოგდა ეს ჩიბუხის შეფერილობა. ცოტა დამწვარი ხე წამოიღო, მაგრამ ეს მგონი მაინც ის არის, რომ ჩიბუხი ახალია და ეხლა იწვება და ეს გარე ზედაპირი და ის ჩიბუხის ის ნაწილი რო გაჩვენეთ, აი გაშვერილი რო არის ჯამში უშნოდ. ისიც მგონი უკვე იწვება და ამიტომ წამოიღო ეს დამწვარი ხის. ცოტა უსიამოვნოა. კარგი თამბაქოა, ცუდი არ არის. თუ თან ხარ დაგენანებათ და თან ის არ არის, რომ ხელმისაწვდომია ვერიშოვით უკეთეს თამბაქოს შემთხვევაში ღირს. აი მე ალტერნატივას თუ ნახავთ, არ მგონია. ნუ შეხედავ